დარწმუნებული ვარ ზუსტად იცით ის საშინელი გზნობა, როცა ღამის პირველ საათზე მაცივარს გამოაღებ, იქ გამოწურული ლიმონის და კეჩუპის გარდა ვერაფერს დაინახავ. თან სხვასაც ვერ დააბრალებ, შენ არ მოგიტანი არაფერი. აი ეგ ზიზღის და იმედგაცრუების გზნობა აიღეთ, წითლად შეღებეთ, 1000 ცხენის ძალად აუმატეთ და რაც შეიძლება ყველაზე ცუდ დროს შეაგდეთ საბურავების შესასვლელად. შედეგად კი ყველაზე ტიტულოვან გუნდს მიიღებთ სამეფო სპორტის ისტორიაში. ჩემი თქმის გარეშე ძალიან კარგად გეცოდინებათ, რომ ფერარი საშინელ დღეშია, მაგრამ რის გამო? ვისი ბრალია მით ფედერაციის. კითხვაზე თუ რა სჭირდებათ მარანელოში, ერთი კონკრეტული პასუხი არ აქვს. იქნებ ნორმალური მანქანა, გუნდის თავკაცი, კაპიტალური უბორკა, ან იქნებ უბრალოდ ნორმალურად დაარჩიონ საბურავები სანამ კვალიფიკაციაზე გამოვლენ. დრო რომ უკეთ აღიქვათ შემდეგ წელს ეროვნულებს ის ხალხი ჩააბარებს, რომელიც ფერარის ბოლო ჩემპიონობის წელს დაიბადა. დრაივერები, რომელიც 2007-ში კიმი რაიკონენის შემდეგ არავის მოუგია. და 8-ში წამოღებული კონსტრუქტორები. რასაკვირველია, ბოლო 18 წლის განმავლობაში არაერთხელ ყავდათ მაკარონებს სწრაფი მანქანა, მაგრამ პასტას მარილი აქვს. ცუდი იღბლისთვის ტრადიციული კერძის ვერ მომზადება კი ჩემი სუბიექტური აზრით ძალიან დიდი უნამუსობაა. აი დაახლოებით იმ დონის უნამუსობაზე მაქვს საუბარი ქართული ავტოიმპორტიორი კომპანიები მხოლოდ გაყიდვების მოსამართებლად სტუდენტებს საუკეთესო განსხვავებულ მანქანად მინი კუპერს რომდენიან. აბა კაი დღე. ის ხომ იცით ახლობელი ადამიანისგან რაღაც უფრო რომ უწყინს ვიდრე უცხოსგან. ფორმულა 1-ში ძალიან ბევრი ჩავარდნილი პროექტი ყოფილა. Toyota რომელმაც მილიარდამდე გაისროლა არაფრისთვის. Honda რომლის თავარი მიღწევაც ისაა რომ Mercedes-ით ჩანაცვლა. ავტომწარმოებლები მიდიან და მოდიან, ხოლო Ferrari სულაკაა. იტალიელები სამეფო ბოლის ყოველ სეზონში შეუცვლელად მონაწილეობდნენ, თან საკმაოდ კარგადაც. სწორედ ესაა იმის რეალური მიზეზი თუ რატომ შეგვთქვა ძითლებზე გული ასე ძალიან. მურმან-ლებანიძე რომ იყო კი გეტყოდით ოდეს დიდი ყოფილა სკუდერია თქო, მაგრამ Ferrari-ში ახლა რაც იცვლება მხოლოდ ვიზუალებია. გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა, ანდაზა თვალი კიდია საყვალად ჭაღარას. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ენცოს ოცნება რომ ყველასთვის ეჯობნა წარმატებით სრულდებოდა. ასკარი, ფანხიო, ლაუდა, კიმი და 2000-იანების დასაწყისში დასამარებული სპორტი. შუმახერი რომელიც ქვაზე და პილოტს ტრასაზე არტოვებდა. წითელ ბარონს კი ზუგს ჟანტოდი და როს ბრაუნი უმაგრებდნენ. ალბათ ამ დროს ვერც ერთი ტიფოზი ვერ წარმოიდგენდა რომ 20 წელიწადში კონსტრუქტორებში მე-6 ადგილზე რენოს და ალფა ტაურის შორის მოხვდებოდნენ. და მაინც რა სჭირდება Ferrari-ს? მესმის შეიძლება ვერ მოთხოვო აბიტურიენტ 17 წლის ასაკში გადაწყვიტოს რის იკეთება უნდა მომდევნო 60 წელი. მაგრამ როგორ შეიძლება გუნდმა წინასწარ ვერ გათხოვოს რას უნდა ელოდონ მომდევნო საათნახევრიან რბოლაში? თანაც იმ სპორტში რომელსაც პირველივე დღიდან მოყვებიან. არასწორად არჩეული საბურავები, გამაზული პარამეტრები და ტორზე ალბათ უდრო პისტობები. ისე სხვათა შორის 22-ში ლეკლერს მონაკოს იმ ცნობილი მომენტის მერე ლორან მეკისი რომ შემოგტომოდა საინტერესოა დღეს Red Bull-ის თავკაცი ვინ იქნებოდა. პრობლემები შეუცვლელად უნდა ვახსენოთ ტექნიკური გაუმართავობები, რომელიც ეშმაკივით დაყვება იტალიელებს. ხშირ შემთხვევაში ეს სწორედ იმ მომენტებში ხდება, როცა გუნდს სწრაფი ბოლიდი ყავს. რაც საფუძვლიან ნეჭვს მიჩენს, ვიფიქრო, რომ მარანელოში სისწრაფის და გამძლეობის დაბალანსება უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში პირველ კურსელისთვის სწავლის და მუშაობის შეთავსება. სებასტიან ფეტელი 2019-ში, რომელმაც სოჩში ძალიან მაგრად დაწყებული რბოლა კინეტიკური ენერგიის გენერატორის გამო დაასრულა და 2017-ის სუზუკაზე აკიდებული პერებოი. ამის შემდეგ მეტნაკლებად საბრძოლო F1-75, რომელიც საძალე მოწყობილობაც რბოლის ლიდერ შარლ ლეკლერს ორჯერ ჯერ ესპანეთში, ხოლო შემდეგ ბაქოში დაეცვა. ცეცხლზე გამახსენდა და ასევე 22-ის ავსტრია, სადაც მეორე ადგილზე ჩამოკიდებული კარლოს საინსი აუცილებლად უნდა ვახსენო, რომელსაც საერთოდ ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ ბოლოს მაინც ამოვიდა ბოლიდიდან. კარლოს ამოდი ბოლიდიდან, მაგრამ გორდება ბოლიდი. პრობლემებში აუცილებლად უნდა ჩავთვალოთ სტაფის ვერ შეკვრა. ნებისმიერ კადრს არჩევა სჭირდება. ხოლო სხვა პოზიციაზე კარგად მუშაობა საერთოდ არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ უფროსის პოზიციაზეც მშვენივრად მოეწყობი. დიახ, მატია ბინოტოზე მაქვს საუბარი. ადამიანი, რომელსაც ტიფოზები მადლობით და ჩახუტებით უნდა იხსენებდნენ, საერთოდ სხვანაირად აგონდებათ. ჰარი პოტერი სათვალიანი პერსონა, რომელმაც შეძლო და წლების განმავლობაში Ferrari-ს რავი კონკურენტუნარიანი გახადა, მადლობა გუნდის თავკაცის პოზიციაზე გადაყვანით გადაუხადეს. მაურიციოც არ დავივიზღოთ, რომელზეც საერთოდ ყველა ჯოხი გადაწყდა. ახლა კი ფრედი ვასერ შეუყენეს წყალი. შესაძლოა წელი სუსტად დაიწყო, მაგრამ სეზონის განმავლობაში ბოლიდი განავითარო. თითქოს ეს წინადადება არაა ხორთული გასააზრებელი, მაგრამ Ferrari-ისთვის რატომღაც ეს ყოველთვის შეუძლებელია. იტალიელებისთვის ბოლო წლებში სეზონის პირველი ნახევარი ყოველთვის უკეთესია, ხოლო ბელგია ნიდერლანდების შემდეგ თითქოს ზამთრის დილით იძინებენ შემდეგი სეზონის დასაწყისამდე. შიდა სამზარეულოში რა ხდება მე ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ბიჭებს აშკარად პრობლემები აქვს დეველოპმენტის კუთხეში. გუნდში ბოლო ჯერს პილოტები გრავენ. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა სხვათა შორის Ferrari-ში. ბოლო წლებში თითქმის ყველა მრბოლელი, ვისაც წითელი კომბინეზონი ძმია, მშვენივრად გამოდიოდა. მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამო ნეგატივი მათაც გადმოდიოდა. ფეტელი, რომელიც მისივე Red Bull-ის აჩრდილი გახდა. კარლოს საინსი, რომელსაც სტრატეგიის შესვლა სამოცდობიანი განტოლების ამოხსნა და პერესის შეტევა ერთდროულად ევალებოდა. შარლი, რომელიც რბოლის გარეთ გიჟის ხალათით დაყავთ, თავს რამე რომ არ დაუშავოს. ერთი კიმის ვერ დააკლეს ვერაფერი, იმიტომ რომ მაგარი კაცია. რაც არ უნდა იყოს Ferrari Formula 1-ის განუყოფელი ნაწილია. ერთი ცოცხალი ორგანიზმი, ისტორია, რომელთან მიახლოებულიც კი არც ერთ გუნდს არ აქვს.
და ტიფოზები. ხალხი, რომელიც უანგარო სიყვარულის და ურთიერთობის ეტალონია. გრანსტენდებზე წითლად შემოსილი ხალხი, რომელიც ხმის ჩახლით შრომდება ფორცა ფერარის ხვირის. ეს ხალხი იმდებილ ბიძგავს გოგორო მახვევინებს და მაინც მისი ერთგული რჩება. რაიც იქნება მომდევნო წელი მართლა მათია. ფანები და მათი მონდომებმა ბოლოს რომ იგებდეს ფერარი აუცილებლად ჩემპიონი იქნებოდა. იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა უთქვამ ჩვენამდე და სწორედ ამ გამოთქმით ცხოვრობს ფერარი. იქ ლუისი და იმათეს იქ ნელ-ნელა გვაპარებენ რომ ახალი რეგლამენტის ძრავი კარგი გამოსდით. შარლი იმედია ისევ იგივენაირ გოგოს არ ააგდებს. ფრედი ბიზია რომელიც ყველაფერს აკეთებს და გუნდი წესით გუნდს დაემსგავსება. არც მე მაქვს იმედი, მაგრამ რაღაც ცხონდა ვინ უგეშოთავი. საბოლოოდ რაც არ უნდა ნერვები მოგეშალო, შეიძულო. კვირის ბოლოს მაინც დაждები და წითლების წარმატებას გაწურავ. იმის გამო კი არ ბრაზდები რომ აგებენ. არა, იმიტომ რომ გიყვარს და ცხოვრების სტილში იმდენად დაინტეგრირებული, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. წარმატება აუცილებლად მოვა. ამისათვის სიმშვიდე ცოტა გამართლება და ახალ რეგლამენტზე მორგებაა საჭირო. ასევე აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი იმაზე თუ რა ჭირდება ფერარის გამარჯვებისთვის.